ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო, თემა დღევანდელი ჩვენი საუბრისა გახლავთ ქრისტეს შობის გარშემო განვითარებული მოვლენები. ჩვენ შევეხებით სახარებას, სახარების იმ მონაკვეთს, რომელიც იკითხება ქრისტეს შობას და ქრისტეს პირველ რიგში და ასევე შევეხებით სახარების იმ მონაკვეთს, რომელიც იკითხება ქრისტეს შობის შემდგომ კვირა დღეს. წინა საუბარში ქრისტეს შობის წინა კვირის სახარების განხილვისას მე დავუშვი უზუსტობა, ისთვისაც შენდობას ვითხოვ, მე ვთქვი, რომ სახარება, რომელიც იკითხება ქრისტეს შობის წინა კვირას, მისი მეორე ნაწილი მეორდება ქრისტეს შობის წირვაზე. სინამდვილეში მეორე ნაწილი მეორდება წირვის მოსამზადებელ მსახურებაზე, რომელსაც ქვია საცისკრო მსახურება და თვითონ წირვაზე იკითხება სახარება მათესი, ოღონდ არა პირველი თავიდან, არამედ მეორე თავიდან, რისთვისაც კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ და აი დღეს სწორედ ჩვენ ვისაუბრებთ ქრისტეს შობის დღესასწაულზე წაკითხული სახარების შესახებ და ასევე ვისაუბრებთ ქრისტეს შობის შემდგომი კვირის სახარების შესახებ. პირველად, ესე იგი, დავიწყებთ, წავიკითხავთ ქრისტეს შობის დღესასწაულის სახარებას, ეს არის მათეს სახარების მეორე თავის პირველიდან მე-12 მუხლის ჩათვლით. ხოლო იესოს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა დღეთა იროდი მეფისათა აჰა მოგვნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალიმად და იტყოდეს. სადა არს რომელი იგი იშვა მეუფე ჰურიათა. რამე თუ ვიხილეთ ვარსკვლავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყვანის ცემად მისსა. ვითარცა ესმა ესე იროდი მეფესა შეძრწუნდა და ყოველი იერუსალიმი მისთანა. და შეკრიბნა ყოველნი მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი ერისანი და იკითხვიდა მათგან, სადა უკუე შობა დარს ქრისტე, ხოლო მათ რქვეს მას ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამე თუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყველისა მიერ და შენ ბეთლემ ქვეყანაეგე იუდასი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდასთა, რამე თუ შენგან გამოვიდეს წინამძღვარი, რომელმან დამწყსოს ერი ჩემი ისრაილი. მაშინ იროდი იდუმალ მოუწოდა მოკვთა მათ და გამოიკითხა მათგან ჟამი იგი გამოჩინებულისა მის ვარსკვლავისა და წარავნინა იგინი ბეთლემად და რქუა, მივედით და გამოიკითხეთ ჭეშმარიტად ყრმისა მისთვის და რა ჟამს პოვოთ იგი, მითხართ მე, რათა მეცა მივიდე და თაყვანი ვსცე მას. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მეფისა მისგან წარვიდნენ და აჰა ვარსკვლავი იგი რომელი იხილეს აღმოსავალით წინა უძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ადგილსა მას, რომელსა იყო ყრმა იგი. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკვლავი იგი განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად და ვითარცა შევიდეს სახლსა მას, იხილეს ყრმა იგი, მარიამისთანა დედისა თვისისა და დავარდეს და თაყვანისცეს მას და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შესწირეს მისა ძღვენი, ოქრო, გუნდრუკი და მური და მოიღეს ბრძანება ჩვენებით, რათა არა მიაქციონ იროდისა, არამედ სხვით გზით წარვიდნენ სოფლად თვისსა. ეს მონაკვეთი სახარებისა იყო წაკითხული შობის დღესასწაულზე.
რა არის ამ ჩვენს მიერ წაკითხული ტექსტის მთავარი არსი, მთავარი, ანუ რას გვეუბნება შობა დღეს, რატომ შეარჩია ეკლესიამ მაინდა-მაინც ეს ნაწილი სახარების, რადგანაც სხვადასხვა מחარებლები ყვებიან შობის შესახებ, სხვადასხვა ასე ვთქვათ საკითხებზე ხდება ყურადღების გამოხილება და აი რატომ მაინდა-მაინც ეს ნაწილი აიღო სწორედ ეკლესიამ დღესასწაულზე წასაკითხად. აქ ყურადღებას იქცევს ერთი მთავარი გარემოება, რომ მაშინ, როდესაც შორეული აღმოსავლეთიდან მოგვები ესენი არიან ღვთისმსახურნი, წარმართული კერპებისა, არიან იგივე ქურუმები, ვარსკვლავთ მრიცხველები, რომელნიც რასაკვირველია ჭეშმარიტებას იყვნენ მოწყვეტილნი და ასეთ მარტივად რო ვთქვათ, სრულწმენების საფუძველზე წარმართავდნენ თავის ცხოვრებას, რაც რასაკვირველია ტრაგიკული იყო ყველასთვის, როგორც მეფეებისთვის, ისევე ქურუმებისთვის და მით უმეტეს უბრალო ხალხისთვის. მაგრამ სხვა მათ ცოდნა არ ქონდათ. მიუხედავად ამისა, წარმართულ სამყაროში მაინც არსებობდა ესეთი თუ შეიძლება ითქვას მეხსიერებაში, წარმართული კაცობრიობის მეხსიერებაში, აი ეს სამოთხისებური მეხსიერება. რაღაც ისეთი, რაც გარკვეულად აერთიანებდა ამ წარმართულ სამყაროს, ეს იყო მოლოდინი იმისა, რომ დადგება ჟამი და კაცობრიობა გამოვა აი ამ ესეთი ტრაგიკული რაღაც ესე ვთქვათ ჩაკეტილი წრიდან, რომელიც ადამიანს ვერ ანიჭებს სიხარულს, ვერ ანიჭებს ასე ვთქვათ მისი წუთის სოფელი ყოფნა წუთის სოფელში ძირითადად არის დიდი ტანჯვის და დიდი ესე ვთქვათ წუხარების საფუძველი და მისი სიხარული ვერასოდეს ვერ აღემატება ამ წუხარებას. აი ეს განცდა იყო კაცობრიობაში, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავდნენ და იყო აი ეს მოლოდინი, აი მესიის მოლოდინი. და აი სწორედ ვარსკვლავთ მრიცხველებს ღმერთმა ესე იგი მოიყვანა ისინი გამოუგზავნა ვარსკვლავი გაუგზავნა და იყო ესეთი წინასწარმეტყველება, რომ გამოჩნდება ვარსკვლავი, რომელიც სწორედ აი ამ კაცობრიობის მხსნელის მესიის, ასე ვთქვათ, მოვლინებას აუწყებს და რომ აი ეს იქნება რაღაცა კაცობრიობის ისტორიაში გარდატეხის ჟამი. და როდესაც ეს ვარსკვლავი იხილეს ის, რომ ვარსკვლავი ასე ვთქვათ, არაბუნებრივად სხვა ვარსკვლავებისგან განსხვავებით მოძრაობდა. იგი მოძრაობდა როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად და აი ამ ვარსკვლავს გამოყვნენ ეს მოგვები. და საოცარი ის არის, რომ მაშინ, როდესაც აი ამ წარმართულ სამყაროსში ჭეშმარიტებას მოწყვეტილი ადამიანები ღებულობენ აი ამ ნიშანს ღვთისგან, რომ მესია მოევლინა კაცობრიობას და ამას გულისხმახ ყოფენ და მოდიან აი ამ ესე იგი ყრმის ჩვილის ესე ვთქვათ თაყვანის საცემად, აი ამ დროს ესე იგი რჩეულიერი, ღვთისგან რჩეულიერი, რომელიც სწორედ მთელი მისი ასე ვთქვათ სასოება იყო მესიის მოლოდინი და რომელიც
განსაკუთრებით აი ამ პერიოდში როგორც ჩვენ თქვით, კაცობრიობა წარმართული იტანჯებოდა, მაგრამ არანაკლებ იტანჯებოდა რჩეული ერის ჟულის აღმასრულებელი, რადგანაც თვით ჟულის ასე ვთქვათ, პირობებშიც ადამიანი ვერ პოულობდა აი ამ სულიერ შვებას, მით უმეტეს რომ თავად ჟულის სიღრმეს ვეღარ წვდებოდნენ, ზედაპირულად სრულდებოდა ეს ყველაფერი და უკიდურესად დამძიმებული და დაუძლურებული იყო თვით ისრაელი და აქაც დიდი უკვე მოლოდინი აი გაუსაძლისი მდგომარეობა როცა არის, აი ყველას მზერა მიპყრობილი იყო აი ამ სწორედ აი ამ აღთქმაზე რომ და აი ამ წინასწარმეტყველებაზე რომ იქნება რაღაც შვება, იქნება ეს კაცობრიობის ხსნა და მოვა მესია. და აი ის ესე ვთქვათ, ერი, რომელსაც ჭეშმარიტი რჯული ჰქონდა და უამრავი მინიშნება ჰქონდათ, როდის მოვა, საიდან მოვა, აი ეს ერი, ესე იგი, ვერ გულისხმობს, რომ მის წიაღში უკვე იშვა მესია. მაშინ, როდესაც ამას გულისხმობს აი ეს მოგვები. რა არის ეს? რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ მიუხედავად ჟულის არ ასე ვთქვათ, ცოდნისა, ჭეშმარიტი ჟულის უმეცრებისა, წარმართულ სამყაროში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ეძიებდნენ ჭეშმარიტებას და რომელთა ძიებაშიც იყო არა თვითკმაყოფილება, რომ მათ უკვე იციან რა არის ჭეშმარიტება, არამედ სწორედ მოლოდინი, რომ ეს ცოდნა მათ გაეხსნებოდათ და ფაქტიურად ეს იყო სიმდაბლე, რომლის გამოც მათ გაეხსნათ, რომ იხილეს ეს ვარსკვლავი და გულისხმახვეს, რომ ეს ვარსკვლავი არის ნიშანი მესიის მოვლენებისა და გამოყვნენ ამ ვარსკვლავს და რამ თვეები მოდიოდნენ თან მაშინდელ წარმართულ სამყაროში ქრისტეს შობის ჟამს უმძიმესი იყო ეს მოგზაურობა, გარდა კლიმატური, ესე ვთქვათ, პირობების 1000 გზაზე 1000, ესე ვთქვათ, დაბრკოლებები, 1000 მოძალადეთა მახეები და ეს ყველაფერი გამოიარეს და მოვიდნენ და იერუსალიმში ყოფი მწიგნობრები და ფარისევლები, რომელთაც მეფეს უთხრეს, რომ ბეთლემში უნდა დაბადებულიყო მესია, აი ესენი ვერ გულისხმობენ, რომ ეს მოხდა და არ მიდიან, არ ეძებენ ამ ყრმას, ამ ყმის თაყვანის საცემად არ მიდიან და აი შორეული ქვეყნებიდან ჩამოსული მოგვები მიდიან. აი ეს იმას ნიშნავს, რომ მათი გულები იყო გაქვავებული. ხოლო გულს აქვავებს ერთი რამ, თვითკმაყოფილება, თვითდაჯერება, დარწმუნებულობა, რომ ის რაც მათ ცოდნა მიეცათ, ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტება და დაუეჭვებლობა საკუთარ, ასე ვთქვათ, სიმართლეში. ანუ თვითკმაყოფილება ის როცა შენ ვერ ხედავ შენს, ასე ვთქვათ, არასრულყოფილებას, ვერ ხედავ შენს ჭეშმარიტების ფლობაში გარკვეულ, ასე ვთქვათ, შეზღუდულობას და აი ეს გაქვს სურვილი, რომ შენი ცოდნა და შენი, ასე ვთქვათ, წვდომის, გულისხმის ყოფის უნარი გამოაცხადო აბსოლუტურად და უცდომელად. აი ეს ანუ ვერ ხედავ შენ ცოდვებს, პირიქით შენ ხედავ ღირსებებს შენ თავში და ამით, ესე იგი, შენი სულიერი ხედვა იხშობა, იმიტომ რომ შენ აღარ ეძიებ ჭეშმარიტებას, საბჯერეთი არ ეძიებ საკუთარი ცოდვებისგან განთავისუფლებას, მონანიებას, პირიქით საკუთარ თავს არ წმონებ, რომ შენ ღირსეული ხარ, რომ შენ, ასე ვთქვათ, სრულყოფილად ფლობ ყველაფერს, რაც საჭიროა ჭეშმარიტის ჯულის
აღმსარებელისათვის და ეს აქვავებს გულს ეს ამპარტავნება, ეს ეგოიზმი და აი აქ დასკვნა ერთი ამ სახარებაში, რომ ღმერთი ეცხადება მას, ვინც არის მდაბალი, თავმდაბალი, ვინც სიმდაბლეს განიცდის, აღიარებს თავის არასრულყოფილებას ღვთაებრივი სრულყოფილების წინაშე და ელოდება ღვთაებრივი სრულყოფილებისაგან დახმარებას, რომ განეცხადოს ეს სრულყოფილება და მიუახლოვდეს ამ სრულყოფილებას. ხოლო ვინც თვითდაჯერებულია ამ პარტავნებაშია, მისი გული სულ უფრო და უფრო დახშულია ჭეშმარიტების აღსაქმელად და აი ეს გამოჩნდა სწორედ აი ამ მოგვების მოსვლისას იერუსალიმში და ესე იგი აი აღსრულდა სიტყვები, რომელსაც ხშირად იმეორებს მაცხოვარი, რომ რომელმან დაიმდაბლოს თავისთვის იგი ამაღლდეს და რომელმან აღიმაღლოს თავისთვის იგი დამდაბლდეს. დიახ, მოგვებმა თავისი სიმდაბლით, თავისი, ესე ვთქვათ, აი ჭეშმარიტების წყურვილით, ჭეშმარიტების მიგნების, წვდომის, შემეცნების სურვილით დაიმსახურეს ის, რომ იხილეს მესია, ხოლო წიგნობრებმა, ფარისევნებმა, ისრაელის სულიერმა წინამძღვრებმა ეს ვერ იხილეს, რადგანაც მათი გული იყო დახშობილი, გაქვავებული და ეს არის მთავარი სიტყვა აი ამ ასე ვთქვათ სახარებისა, აი ამ რომ ღმერთი ეცხადება მას, ვინც არის წმინდა გულითა, ვინც არის თავმდაბალი, საკუთარი ცოდვების ცნობელი, მინდობილი არა საკუთარ თავზე, არამედ მინდობილი აბსოლუტური ჭეშმარიტების რეალობაზე, რომ არსებობს ასეთი ჭეშმარიტება, რომ ამ ჭეშმარიტებას ღმერთის დახმარებით მიაღწევს ადამიანი. აი ეს არის მთავარი სათქმელი აი ამ სახარებისა. ვინ იხილა ისრაელში ღმერთი? წყემსებმა, უბრალო წყემსებმა გაიგეს, რომ მესია იშვა და მივიდნენ და თაყვანისცეს მას. უბრალო ხალხმა გაიგო. ელიტარულმა საზოგადოების უმრავლესობამ ვერ გაიგო, თუმცა მათაც შორისაც იყვნენ ისეთი ღირსეული ადამიანები, ვინცაც გამოეცხადა უფალი. რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს უკვე გახლავთ შემდგომი, ასე ვთქვათ, ქრისტეშობის შემდგომი კვირადღეს საკითხავი, ეს არის გაგრძელება აი ამ თხრობისა მეორე თავის მე-13-დან 23 მოხლის ჩათვლით. დავიკითხოთ ახლა ეს ნაწილი. და ვითარცა განეშორნეს მოგნი იგი ანგელოზი უფლისა გამოუჩნდა ჩვენებით იოსებს და რქუა აღდეგდა წარიყვანე ყრმაეგე და დედა მაგისი და იუტოდე ეგვიპტეთ და იყავ მუნ ვიდრემდე გრქუა შენ რამე თუ ეგულების იროდის მოძიებად ყრმაეგე და წარწმედათ ეგე ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაიგი და დედაი მისი ღამე და წარვიდა ეგვიპტეთ და მუნ იყო ვიდრე აღსრულებამდე იროდისა რათა აღესრულოს სიტყვა იგი უფლისა თქმული წინასწარმეტყველისა მიერ ეგვიპტით უწოდე ძესა ჩემსა მაშინ ვითარცა იხილა იროდი რამე თუ მოიკიცხა მოგთა მათგან განრისხნა ფრიად წარავნინა და მოსყვიდნა ყოველი ყრმები რომელნი იყვნენ ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა 2 წლიდან და უდარესი მსგავსად მის ჟამისა ვითარცა გამოიკითხა მოგთა მათგან მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინასწარმეტყველისა რომელსა იტყვის ხრმა ჰრამაც ისმოდა გოდებისა და ტირილისა და ტყებისა მრავალი რახილს ტირო და შვილთა თვისთა და არაუნდა ნუგეშინის სემის რამე თუ არა არნ ხოლო რაჟამს აღესრულა იროდი ანგელოზი უფლისა გამოეცხადა ჩვენებით იოსებს ეგვიპტეს და რქუა აღზდეგდა წარიყვანე ყრმაეგე
და დედა მაგისი და წარვეთ ქვეყანათ ისრაელისა, რამე თუ მოსდეს, რომელნი ეძიებდეს სულ სამაგის ყრმისასა, ხოლო იგი აღსდგა და წარმოიყვანა ყრმა იგი და დედა მისი და მოვიდა ქვეყანათ ისრაელისა. დავით არცა ესმა რამე თუ არქელაოს მეფობს ურიასტანს იროდის წილ მამისათვისისა, შეეშინა მისვლად მუნდა ბრძანება მიიღო ჩვენებით და წარვიდა კერძოთა გალილეისათა და მივიდა და დაეშენა ქალაქ საშინა, რომელს არქვია ნაზარეთ, რათა აღესრულოს თქმული იგი წინასწარმეტყველისა მიერ, ვითარმედ ნაზარეվել ეწოდოს. სახარება მოგვითხრობს, რომ მოგვების წასვლის შემდეგ იოსებს ეცხადება ანგელოსი, უბრძანებს, რომ ის წავიდეს ეგვიპტეში, წაიყვანოს მარიამი და ყრმა, რამე თუ მეფე ჰეროდე ეძიებს მის ყრმის მოკლას და ბუნებრივია იოსები ასრულებს ამ დავალებას და გადის ბეთლემიდან, მიემგზავრება ეგვიპტეში, ხოლო მეფე ჰეროდე გასცემს ბრძანებას, რომ ბეთლემში და მის, ასე ვთქვათ, საზღვრებში 2 წლიდან და ქვემოთ ყველა ყრმა იქნას, ასე ვთქვათ, მოკლული, რომ არ გადარჩეს სწორედ მესია და როგორც საეკლესიო სწავლება გვეუბნება, 14,000 ჩვილი იქნა მოწყვეტილი და ეს იყო საშინელი ტრაგედია. ალბათ მსგავსი ძნელია მსგავსის გახსენება კაცობრიობის ისტორიაში და პირველ რიგში იბადება ასეთი კითხვა, რომ აი როგორ ახლა უფალი რასაკვირველია, უნდა გადარჩენილიყო და უნდა იგი კაცობრიობის ხსნისათვის მოევლინა, მაგრამ მაინც აი როგორ დაუშვა უფალმა, რომ აი ესეთი სისასტიკე, ესე იგი მოყვა აი ამ გადარჩენას, მაცხოვრის გადარჩენას. და მართლაც ხომ შეეძლო უფალს რაღაცნაირად, თუნდაც ეს ჰეროდე გაეყვანა ამ ქვეყნიდან, რომელსაც ეს ბრძანება არ გაეცა, მაგრამ უფალმა ეს დაუშვა. რატომ დაუშვა? დაუშვა იმიტომ, რომ უპირველეს ყოვლისა ამით აჩვენა მთელ კაცობრიობას, რომ თუ როგორ ბოროტი ძალა თავისი, ასე ვთქვათ, მსახურების მიწიერი ადამიანთა, ასე მის მსახურებაში მყოფი ადამიანების სახით, როგორ ესე იგი ებრძვის ღმერთს, ამ შემთხვევაში მის მისიას, რომ კაცობრიობა იყოს გამოხსნილი, როგორ ებრძვის ამას, რომ ის მზად არის ჩაიდინოს წარმოუდგენელი სისასტიკე და მაგრამ ამავე დროს უფალი ანუგეშებს კაცობრიობას იმით, რომ ყველა ვინც მისი სახელისათვის გაიღებს ხერხს, ყველა იქნება დამკვიდრებული ცათასასუფეველში და რომ ამის გამო ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ სიკვდილისა, ტანჯვისა, როგორი ძიმეც არ უნდა იყოს ეს ხვედრი ადამიანისა, თუ ისინი უფლის გამო მიიღებენ ამ ტანჯვას, გაიღებენ ამ სხვერპლს, ისინი
უფალთან ახლოს იქნებიან მარადიულ ნეტარ ცხოვრებაში, როგორც პავლე მოციქული ამბობს, უკვე თუ ქრისტესთან თანა ჯვარს ვეცვათ, მისთანავე ავდგეთ, მისთანავე ვიდიდნეთ. დიახ, ამიტომ ეს ხვედრი ჩვილებისა, ეს არის მაცხოვრის ძალიან დიდ სიახლოვეში ყოფნა მარადიულ ცხოვრებაში და უფალი ამას უშვებს, რადგანაც იგი ამ ჩვილებს მარადიულ ნეტარებაში ასე ვთქვათ, ამყოფებს, გადაჰყავს მარადიულობაში და მარადიულ ნეტარებაში თავისთან ახლოს ამყოფებს. და ეს არის კიდევ წინა სახე იმისა, რომ ქრისტეს ეკლესია როგორც მაცხოვარი ჯვარს აწვეს, მთელი ისტორიის მანძილზე იქნება ჯვარცმული და ასეთიც არის ქრისტეს ეკლესიის ისტორია. პირველივე საუკუნიდან მუდმივი მისი დევნა, სისასტიკე მის მიმართ, მოწამეთა მრავალი ათასების მოწამეობრივი აღსასრული და ასე ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა და მეორედ მოსვლის წინ ეს დევნა მიიღებს ისეთ სახეს, როგორიც არც ყოფილა არასოდეს. და აი, სწორედ ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, რომ შეუძლებელია უფალმა დაუშვას ასეთი ტრაგედიები, თუ ამის კომპენსაცია არ იქნება. და ეს კომპენსაცია, ეს არის მარადიული ნეტარი ცხოვრება. აი ამის რწმენის გარეშე შეუძლებელია გავიგოთ კაცობრიობის აი ეს ტანჯვა და რასაც უფალი, ასე ვთქვათ, არ ეწინააღმდეგება, არ აჩერებს. უფალი არ აჩერებს ამ ბოროტებას, რადგანაც ეს ბოროტება არის გამოცდა ეკლესიისა. თუ ადამიანი ბოლომდე რწმენით არის ღმერთის მიმართ, იგი მზად არის არა მარტო ტანჯვა დაითმინოს, არამედ სიცოცხლეც გასწიროს იმის გამო, რომ უფლის ერთგულების შემთხვევაში მისი ჯვარცმა არ მთავრდება სიკვდილით, არამედ მთავრდება აღდგომით და ამაღლებით. აი ეს არის კიდევ ერთხელ აი ამ სახარების მთავარი აზრი. ქრისტიანობა არის ჯვარცმისა და აღდგომის რელიგია. ქრისტიანობა სწორედ მარადიული მზადყოფნით ქრისტიანობისათვის, ქრისტიანული მცნებებისათვის, ღვთის მცნებებისათვის შეწირვის, თავდადების მზადყოფნით სწორედ ინარჩუნებდა აი ამ დიდ სულიერებას, სიწმინდეს, რომ წუთი სოფლის მონა არ გამხდებოდა ადამიანი, რომ იმისათვის, რომ შეენარჩუნებინა ხორციელი სიცოცხლე, იგი არ უარყოფდა ღვთის მცნებებს. პირიქით, იგი უარყოფდა მიწიერ ცხოვრებას, კეთილდღეობას, ოღონდ არ ეღალატა ღმერთისთვის და არ დაეკარგა მარადიული ნეტარი ცხოვრება, თუ ამის არჩევანის წინაშე დადგებოდა მიწიერი თუ მარადიული წარმავალი თუ მარადიული მიწიერი თუ ზეციერი ცხოვრება. აი ეს არის მთავარი აზრი აი ამ სახარებისა და სწორედ ეკლესია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჯვარცმა არ მთავრდება სიკვდილით, არამედ ქრისტესათვის ჯვარცმა არ მთავრდება სიკვდილით, არამედ მთავრდება აღდგომით და ამაღლებით. ღმერთმა თანამედროვე ქრისტიანებს, რომელნიც სულ უფრო და უფრო გრძნობთ ბოლო ჟამის მოახლოებას, მოგცეს უნარი, რომ აი მზად ვიყოთ, აი სწორედ ბოლო ჟამს არნახული დევნისა და ჯვარცმის დასათმენად და სწორედ აი ამის დათმენით ბოლომდე ამ მსხვერპლის გაღებით ქრისტესთან ერთად თანაჯვარცმით, რომ ჩვენ მისთანავე ავდგეთ და მისთანავე ვიდიდოთ. აი ეს არის მთავარი აზრი აი ამ სახარებისა. ღმერთმა მოგცეს ძალა ჭეშმარიტი ერთგულებისა, ღვთისადმი ერთგულებისა, მისთან თანა ჯვარცმისა და მისთან თანა აღდგომისა და მისთან თანა დიდებისა. ჩვენთან არს ღმერთი.